იცით რა მაინტერესებს? თუ წაგიკითხავთ რომელიმეს ძველი ან ახალი აღთქმა. აი, ეხლა რო გითხრათ, რომ თავიდან ბოლომდე წამიკითხავს ძველიც და ახალი აღთქმაც, თქო ტყუილი გამომივა და მირჩევნია ეხლავე ვაღიარო. არა, მაგრამ რაღაც ამონარიდები. ამონარიდები კი, რა რაღაც თქმა ლოცვაში უნდა. წირვებზე მომისმენია. კარგი, მე შეუდგები საქმეს იმისთვის, რისთვისაც აქ ჩამოვედი. და დაგისვავთ ძალიან უადვილეს კითხვებს. რამდენი მცნებაა ძველ აღთქმაში? აი, ღმერთი მოავლინა თავის თავი, ხო? ცნება, 10 მცნება არის. ცნება? 10 ცნება, ხო. ასეთ თვლით. თქვენ? მათ. ნუ ყველაზე მკაფიოდ აი ზდათო გვიპასუხა. რამდენი მოციქული ყავდა ქრისტეს? 12 მოციქული და 70 მოსწავლე. კი ბატონო. კი ბატონო, რომლებიც მოციქულები გახდა. კი. რატო დაამატე? იქნება შემდეგი შეკითხვა იყო მოსწავლე. არა. არა, ერთად შედის ეს. იქნება კითხვა 2. არა, ყველაფერი სწორია. მომწონს ცოტას ესეთი აქტიურობა. რამდენი წელი იარა ისრაელმა უდაბნოში? 40 დღე არ იყო ესე იესო 40 წელი. 40 რა? 40 დღე. თქვენ რა ბრძანეთ? 40 დღე ილოცა იესომ ეგვიპტეში მე როგორც 40 წელი ვთქვი და 40 წელი ატარა. დიახ. რატომ შევყავხარ შეცდომაში 40 წელი ატარა ეს. თქვენ სხვა კითხვაზე გამეცით პასუხი და სხვათა შორის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რომ ნამდვილად ქრისტე 40 დღე იმარხულა და ლოცულობდა. ეს რაც მაცხოვარს ეხება. თუ გყოლიათ თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებმაც თქვენ ცილი დაგწამათ. მე ბევრი ან გაგყიდათ. იუდასავით? დიახ. გაყიდვით არა, მაგრამ ცილი დამწამეს კი. ხო, ცილის წამება კი, მაგრამ მე ძალიან მიმტევებელი ვარ. ყველა ჩვენთაგანს ალბათ თავის დროზე ცილი დასწამეს. გაყიდეს, ასე ვთქვათ. შესაძლებელია ჩვენც ზოგჯერ ესე მოგცეულიყავთ. მაგრამ კითხვა რაშია? თქვენ იცით რომ ქრისტეს